მიუხედავად იმისა, რომ ახლა საველე პირობებში ვარ, არაფრით არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ეს ყვავილოვანი კომპოსტოს საოცრად გემრიელი კერძი, თანაც სამარხვა. პირველ რიგში მოვწვალოთ გარეცხილი და გასუფთავებული ყვავილოვანი კომპოსტო დაახლოებით 5 წუთის მანძილზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ გადაიხარშოს. ახლა კი მოვამზადოთ კლიარი. ვინაიდან სამარხვა ვარიანტს ვაკეთებთ, კვერცხს არ ვიყენებთ. თაში მოვეთავსოთ საფანელი, ხოლო მეორეში წყალში გაზავებული ფქვილი. ლობოდა სიმინდის ზეთში შევწყვეტ ყვავილოვანი კომპოსტო, რომელსაც ჯერ ამოვავლეთ ფქვილის კლეარში, ხოლო შემდეგ საფანელში. შევწყვეტ ყველა მხრიდან, სანამ არ გახდება კნატუნა და ოქროსფერი. ამ მეთოდით მომზადებული სამარხვა ყვავილოვანი კომპოსტო გამოდის საოცრად გემრიელი, ხრაშუნა და არომატული. ახლა კი მოვამზადოთ მაიონეზის соуსი. ლობოდას სამარხვა მაიონეზი გავხსნათ ნელთბილ წყალში, შევაზავოთ მარილით, წითელი წიწაკითა და უცხო სუნელით. დაახლოებით 3-4 კვილი ნიონით. და მივიღოთ ბლანტი მასა. ჩვენი ყვავილოვანი კომპოსტო უკვე დაიბრაცა ყველა მხრიდან. გადავიტანოთ თასში და მოვაცხოთ მაიონეზის соуსი. დამერწმუნეთ, უგემრიელესია, აუცილებლად მოვამზადეთ.